შევერთდები პატას იმ საკითხში, რომ აქტიურად 1 წელია ხო საფეხბურთო მუშაობს და ამ ფორმატში ესეთი პატარა ჯგუფით აბსოლუტურად ენთუზიაზმით მაყურებელი, რომელიც ეხა უყურებს ან შემდეგ ნახავს ხო YouTube მაყურებელი ამ პოდკასტს, მინდა იცოდეს, რომ ერთი კამერა მუშაობს, ერთი ლეპტოპი გვიდევს და რამოდენიმე კეთილი ადამიანი გვეხმარება იმაში, რომ აი ესე აბსოლუტურად ენთუზიაზმით რაღაც ეს ფორმატი გავხსნათ და გეგმოთ თუ თქვათ უკვე იმ ხალხთან ერთად, ვინც ეხლა ამ ეტაპზე მთაში ცხოვრობს და მათ უკეთესად იციან მათ რა უნდათ და როგორი წარმოუდგენიათ მთა, იმიტომ რომ როდესაც მთას ვიძახით გულისხმობთ ადამიანებს, ხო, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებსაც თავისი ხედვა აქვთ და ჩვენ ამ პოდკასტით გვინდა რომ რაღაცნაირი შესაძლებლობა გავუხსნათ ამ ადამიანებს, რომ აი პირველ წყაროთ თვითონ გამოვიდნენ და თვითონ თავად გააჟღერონ. ეხლა ამ სისტემამ ამ მოცემულობა მოიტანა ის, რომ მთის თემი და ადამიანები დაცოტავდნენ იქ და შემცირდა თემი და რაც უფრო მცირეა თემი, მას გავლენა უფრო ნაკლები აქვს და შესაბამისად აი ის განცდაც თავად არ აქვს, რომ რაღაცა გავლენის გამტარია და მისი ხმა ისმის. და ეს თავად მთის თემისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, იმიტომ რომ აი აყენებს რაღაცა ისეთ უჩინარ მდგომარეობაში, თითქოს მისი ხმა არის, თავის პრობლემებს ხმამაღლა ვერ აყენებს. ხო, რაღაცნაირად თითქოს მთაში არ არსებობს, აი ჩვენსკენ მით უმეტეს აღმოსავლეთ მთიანეთზე გვაქვს საუბარი, ხო, ამ შემთხვევაში დუშეთის, ყაზბეგის და ასე შემდეგ, ცხეთამთიანეთის მხარეზე, თითქმის არ არის მედია, რომელიც აი ამ თემებზე ისაუბრებს. მედიაც და ანუ აი თუ გადავხედავდით, ეხლა რა თქმა უნდა შეიცვალა მდგომარეობა და ვთქვათ დონორი სპონსორები არც დანარჩენ ვთქვათ რეგიონებში დარჩა. 5 წლის წინ რომ გადაგვეხედა, ნაკლები ორგანიზაცია მუშაობდა აღმოსავლეთ მთაზე. და ამიტომ აი საფეხბურთოს დაარსების мотиваციაც ეს იყო, რომ რაღაცნაირად ის არსებული რესურსები მაინც ოპტიმალურად გამოვიყენოთ, რაც ამ ეტაპზე მთას აქვს. და როგორ შეიძლება ვთქვათ მეტი კოორდინირებით, მეტი თვითრეგულაციით რაღაცა უკეთეს შედეგამდე მივიდეთ, იმიტომ რომ შენი გასაკეთებელი შეუძლია გააკეთო. ამ უახლესმა ისტორიამ და დღევანდელობამ ეს გვასწავლა. არავინ ამას არ გაგიკეთებს, ხო? ანუ შენი გასაკეთებელია ეს ყველაფერი. როდესაც პარალელს ვავლევთ, ხო, უახლეს ისტორიასთან, საბჭოთა კავშირთან, ეს მიზანმიმართული პოლიტიკის ბრალია, როდესაც მთაში დაიკარგა, ხო, მთაში დაიკარგა, ანუ ტრადიცია ახსენეთ თქვენ და ერთი იყო საფეხბურთოს ტრადიცია, ეს რა იყო? ეს იყო თვითრეგულირების, ხო, თავისი ადათ-წესები, თავისი სამართალი ჰქონდა მთას. და მეორე ეს იყო თანასწორობა. ნუ მართალია ამ საჯარო კრებებში ქალები არ იღებდნენ მონაწილეობას. არაპირდაპირ, მაგრამ ხო, არაპირდაპირ იყვნენ ჩართული. ოჯახში განხილვის გარეშე. თუმცა აი ეს ორი ტრადიცია დაირღვა, მე ვფიქრობ რაღაცნაირად აი მიზანმიმართული პოლიტიკით. თითქოს რაღაცნაირად ფუნქცია გამოეცალა მთას აი ამის მორღვევით. ხშირად აი მაპატია გაწყვეტინებ, ხშირად როცა საუბრობენ ტრადიციებზე, ახლა ვახსენეთ, რომ ქალების ჩართულობა არ იყო, ვთქვათ, იქ პირდაპირ იყო თუ ირიბი იყო და ასე შემდეგ. ხშირად როცა საუბრობთ რაღაც ჩვენ ტრადიციებზე, გონია რომ ეს ტრადიციები არასდროს არ ვითარდებოდა, ხო? რაღაცა იმაზე ადრე კიდე სხვანაირი იყო, შემდეგ ისეთი იყო, შემდეგ ქალებმა ხმის უფლება მიიღეს და ასე შემდეგ. ანუ ეს ტრადიციაც თუ არ განვითარდებოდა, ეს ტრადიცია კვდებოდა, ხო? რაღაც სტაგნაცია ფაქტიურად ჩამოშლას ნიშნავს. ამიტომ რაღაც პირდაპირ გაგებით ეს არ უნდა იყოს ხოლმე, რომ აი იმ ტრადიციას უნდა ვემორჩილებოდეთ, რაც მამა-პაპას ჰქონდა. ანუ ეს ამ ტრადიციას თუ შევიტანთ რამე ცვლილებას და განვაახლებთ, ეს უნდა იყოს ისევ თემის სასიკეთოდ და ზოგადად ხალხის სასიკეთოდ, ხო? მე ვფიქრობ, ეს აქამდეც ბუნებრივად ხდებოდა და ეხლაც ხელოვნური ჩარევა ამ მიმართულებით არც იქნება მიზანშეწონილი. ეხლა ჩვენ პირიქით ვცდილობთ, რომ ეს თემა, ეს მდგომარეობა აღვადგინოთ მთაში, რაც მთას ისევ დაუბრუნებს თავის სიძლიერეს, ხო? როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვთქვათ, აი თვითრეგულირების ის ქონდა, ხო? ანუ მთა მაინც იზოლირებული იყო, განსაკუთრებით აი თუ შეც უჭირდა, ხო, ზამთარში კონტაქტი ბართან. ანუ რაღაც დონემდე იყო თვითკმარიც.
ხო, მთა. ეს იყო მისი სიძლიერეც. ეს იყო მისი ტრადიცია, რაც ვთქვათ, ამ მდგომარეობამ გამოიწვია. ამის დაბრუნებით ის რომ აი ვთქვათ, ეხა თვითრეგულირება რა იქ თანამედროვედ თუ თარგმნით, ეს იქნება თვითმმართველობის გაძლიერება, ხო? ანუ როგორც კი ვთქვათ, ვიფიქრებთ და ხალხი დაიბრუნებს თავის ძალას, ანუ ეს ძალა იქნება ის იმედი, რომ მე ვთქვათ, თუ რაღაცაზე ვირეაგირე და ხმა ამოვიღე, შემიძლია რომ რაღაც ცვლილება შევიტანო, აი ეს იქნება თანამედროვე მოდელი ამ საფეხურში, ხო?